მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა მას კომუნიკაციის საშუალებათა მედლის მეორე, ბნელი მხარე. ამერიკელი პროფესორის ნოამ ჩომსკის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების თეორია და მოვლენის დეონტოლოგიური ასპექტები. პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში ისტ ოკ ლეინში დაბადებული ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, მედია თეორეტიკოსი, პოლიტიკური აქტივისტი და სოციალური კრიტიკოსი აბრაამ ნოამ ჩომსკი მსოფლიოს საუკეთესო ინტელექტუალთა წრეში პოლიტიკური აზროვნების კანონმდებლად და თანამედროვე ლინგვისტიკის მამადაა აღიარებული. გასაოცარია, მაგრამ ნოამ ჩომსკიმ 10 წლის ასაკში გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატია სასკოლო გაზეთში, რომელიც ფაშიზმის გავრცელების შესახებ სამოქალაქო ომის შემდგომ ესპანეთს შეეხებოდა. წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან კი მრავალმხრივი ღრმა აზროვნებითა და იუმორის დახვეწილი უნარი დაჯილდოებული მეცნიერი დღემდე აქვეყნებს შრომებს, რომელთაც იმთავითვე რევოლუციური გარდატეხა შეიტანეს ლინგვისტიკასა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებაშიც. მაგრამ მეცნიერს არნახული პოპულარობა მოუტანა და არაერთ სკანდალშიც გახვია მისმა უკომპრომისო პოლიტიკურმა შეხედულებებმა, კაპიტალიზმის ეკონომიკური ელიტების მასმედიისა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის მწვავე კრიტიკამ. ბუნებით მეამბოხე და კრიტიკულად მოაზროვნე მეცნიერი სკანდალური პუბლიკაციების გამო კარგახანს იძულებული იყო დაცვით ელო. 7 დეკემბერს ნოამ ჩომსკი 96 წლის გახდება. იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT-ის პროფესორი. ამჟამად არის არიზონის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი. ჩომსკი ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ჰუმანიტარულ და ზუსტ მეცნიერებათა აკადემიის, პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და მრავალი სხვა უცხოური აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრია. ჩიკაგოს, პენსილვანიის, ლონდონის, კემბრიჯის, დელის, ბუენოს-აირესისა და სხვა უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი. იგი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული მეცნიერია. ნოამ ჩომსკი წლების განმავლობაში სისტემურად იკვლევს მას კომუნიკაციისა და თუ ხელისუფლებათა მხრივ ცალკეულ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტთა მიერ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, ადამიანთა ზომბირების საშუალებებს, ტექნოლოგიებს, მეთოდებს, რითაც ამ ინსტიტუციების საქმიანობის მედლის მეორე, ბნელ მხარეს ათვალსაჩინოებს. სამყაროსავი ძველია როგორც სიტყვით დარწმუნების ხელოვნება, ასევე საზოგადოების მანიპულირების ოსტატობაც. კაცმა არ იცის, რომელი უფრო ადრე გაჩნდა, ვფიქრობ, სავარაუდოდ ჩემი აზრით, სიამის ტყუპებით ერთდროულად წარმოიშნენ. სიტყვით მანიპულირებისა და სიტყვით დარწმუნების ხელოვნებანი. ჩემი ძვირფასი კოლეგა და მეგობარი, ცნობილი ჟურნალისტი პალატა ნაცვლიშვილი, სტუდენტობიდან მოყოლებული ირწმუნება, რომ ჟურნალისტიკა მეორე კი არა, პირველი უძველესი პროფესიაა, ვინაიდან სულ პირველი ინფორმატორი ავაც ახსენებელი ცურავი იყო, ჯერ რომ ევას მიაწოდა ავბედითი ინფორმაცია, ევამ კი ადამი დაარწმუნა ამ საბედისწერო სიტყვითა თუ ინფორმაციით, აცდუნა და მე რამდენი 1000 წლეულია ადამიანები იტანჯებიან სამოთხიდან გამოძევების გამო. ასეთი ძლიერი, დროსა და სივრცეში უკიდეგანოდ განფენილი და ქმედითია სიტყვის, ინფორმაციის ძალა, არც თუ იშვიათად უმძიმესიც სიტყვიერი ზემოქმედების სიტყვით დარწმუნების შედეგი. ლეგენდები ლეგენდებად 21 საუკუნეში კი ჩემი ძალიან მოგრძალებული თვალთახედვით აუცილებლად გვმართებს ჟურნალისტებს იმაზე დაფიქრება, ჩვენი საქმიანობით რის დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს და როგორ.
მით უფრო რომ სულ მალე რაღაც თვენახევარში ახალი საუკუნის პირველი მეოთხედის ბოლო 2025 წელი შემოაბიჯებს. ასე შეუმჩნევლად შემოგველია ახალი საუკუნის ერთი მეოთხედი. კაცობრიობა კი არც თუ იშვიათად ისევ ცრუ ინფორმაციის, ახლა მოდური ინგლისური სიტყვით ფეიკით რომ მოვიხსენიებთ, მანიპულირების ობიექტი და არც თუ იშვიათად ბევრად რთული ტექნოლოგიების გამოყენებითაც შეჰყავთ შეცდომაში პოლიტიკოსებსა თუ მათ მსახურად ქცეულ საბაზრო ეკონომიკის მკაცრი კანონებით დათრგუნულ და რეიტინგისთვის ყველაფერზე წამსვლელ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს. ცხადია ხელისუფლების არც ერთი შტოს, მით უფრო მეოთხე ხელისუფლების დანიშნულება არა არც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და არც მით უმეტეს ადამიანთა ზომბირება. პირუკუ, სწორედ ამ გადახრათაგან საზოგადოების დაცვა, მისი ჰარმონიული, ჰუმანური განვითარების, ადამიანთა, ხალხთა, ქვეყნების, სახელმწიფოთა კეთილგანწყობილი უკონფლიქტო თანაარსებობისთვის ხელის შეწყობა, შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება და რეგულირება ყველა ამ ინსტიტუციის მოვალეობა, მიზანი და არსი. ამის მიუხედავად რეალურია და არც თუ იშვიათად სამწუხარო რეციდივები. ჟურნალისტური დეონტოლოგიის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხი, როგორიცაა ინფორმაციით მანიპულირება. ახლა არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სიახლეებით მანიპულირება შესაძლებელია და ეს არც თუ იშვიათია. მანიპულაციის მეთოდები ძალზე დახვეწილი და მრავალფეროვანი. მანიპულირებული ხშირ შემთხვევაში ვერც კი გრძნობს ამას. ჩვენი დღევანდელობა სამწუხაროდ უხვად თავაზობს საამისო ნიმუშებს. არაფერს ვაკონკრეტებ. ჩემი გადაცემის სლოგანია არისტოტელესეული მარადიული მაქსიმა სიმართლე სიკეთით. ამდენად ჩვენი მიზანი ნაკლთან, მანკიერებასთან ბრძოლაა და არა პიროვნებებთან, ადამიანებთან, მით უმეტეს მოყვასთან. მით უფრო რომ როგორც პროფესორი ნოამ ჩომსკი გვარწმუნებს, მანიპულირებული შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს ამას. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თავის მხრივ მანიპულატორიც პროპაგანდის მსხვერპლია და გულწრფელად გადაგებს პიტალოს სიცრუეს. ნოამ ჩომსკი პირველი მკვლევარი არაა, ვინც ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. ფართოდაა ცნობილი კანადელი მეცნიერის ჰერბერტ მარშალ მაკლუენის იდეები, რომელთაგან უმთავრესია მას კომუნიკაციის უზარმაზარი მანიპულატორული პოტენციალის აღიარება. მედიას შეუძლია უძლიერესი ზეგავლენის მოხდენა პიროვნების აზროვნებაზე, წერს მაკლუენი. ყოვლის მშთანთქავი ძალადობა, მას უნარი აქვს ადამიანს გამოაცალოს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების შეფასების შესაძლებლობა. უფრო ზუსტად, პირადი გამოცდილება ჩაუნაცვლოს მედიის მიერ გავრცელებული თვალთახედვით. კომუნიკაციის იმპლოზია, ანუ შიდა აფეთქება, ინდივიდის სიღრმისეულ, სისხლორცეულ ფასეულობათა აფეთქება. ჰერბერტ მარშალ მაკლუენის თეორია კვლევის სხვა სერიოზული თემაა. აქ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ უმთავრეს გავხაზავთ. მაკლუენის იდეები და კონცეფციები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მას კომუნიკაციის ზემოქმედების სიმძლავრეს, მის პოტენციურ შესაძლებლობებს წარმოაჩენს ადამიანის ყოფის ყოველ მხარეზე, ოღონდ ფერები რამდენადმე გამუქებული აქვს იმ თვალსაზრისით, რომ უპირატესად უარყოფით ზემოქმედებას გულისხმობს. რაც შეეხება პროფესორ ჩომსკის კონცეფციას, მანიპულირების საშუალებათა კვლევით, მათი სახეობების დადგენით, იგი თავისი დანიშნულებით საზოგადოებისთვის სასარგებლო, მისი ჰუმანური, პროგრესული განვითარების ხელის შემწყობი, პოლიტიკური თუ მედია მოღვაწეობის შესაძლო გადაცდომებისგან საზოგადოების დაცვას, ამ პროფესიათა მედლის მეორე, ბნელი მხარის წარმოჩენას ესწრაფვის. ჩომსკი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების რამდენიმე ხერხს მეთოდს გამოკვეთს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ყურადღების გადანაცვლება, როცა საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი ადამიანთა, მოქალაქეთა ყურადღების გადატანაა სერიოზული პრობლემებიდან და პოლიტიკისა და ეკონომიკის მმართველი წრეების მიერ მიღებული უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათაგან ნაკლებ მნიშვნელოვან შეტყობინებებით მუდმივად გაჯერებულ ინფორმაციულ სივრცეზე.
ყურადღების გადანაცვლების მეთოდი მოქალაქეებს უსწრებს სერიოზული ცოდნის მოპოვების უნარსა და სურვილს. თანამედროვე ფილოსოფიური მიმდინარეობების, მოწინავე მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეირობიოლოგიის, კიბერნეტიკისა და სხვათა დარგებში. ამის სანაცვლოდ ინფორმაციული ველი გადატვირთულია სპორტის, შოუ-ბიზნესის, მისტიკისა და მსგავსი სიახლური ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული ნიუსებით. რელიქტურ ადამიანურ ინსტინქტებზე დაფუძნებული ეროტიკით, პორნოგრაფიითა თუ ყოფითი საპნის ბუშტის სიუჟეტებითა და იოლი და სწრაფი გამდიდრების საეჭვო საშუალებებით. წერს ჩომსკი. შესაბამისი ნიმუშების პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს არათუ ამერიკულ და მით უფრო ქართულ თანამედროვე მედიაშიც, სადაც დემოკრატიის ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არც თუ იშვიათადაა ჩანაცვლებული სიტყვის თავგასულობით, რაზეც ამერიკული დემოკრატიის გარიჟრაზე უკვე ლამის 2 საუკუნენახევრის წინა წერდა მარკ ტვენი თავის პუბლიცისტურ შედევრში პრესის თავგასულობა და რასაც ანალოგიურ ვითარებაში გულის ტკივილით ეხმიანებოდა აკაკი ბაქრაძე თავის პუბლიცისტურ წერილში სიტყვამ ღირსება დაკარგა. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ხალხი საფუჩად იგდებს სიტყვას, წერდა აკაკი ბაქრაძე. ხალხმა იცის, რომ მასმედია ტყუის. ამ უპასუხისგებლობამ თავაშვებულობის ისეთი პარპაში შექმნა, რომ ბეჭდვითი სიტყვა მასხარაობად იქცა. ჭეშმარიტად, ჩვენ მამღვრიეთ რომ დასვა საკითხი, მაინც რა უფრო სჭირდება დღევანდელ საზოგადოებას, მეოთხე ხელისუფლება თუ მეორე უძველესი. ასე რომ ამერიკული დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების გარიჟრაზე მარკ ტვენის მიერ დასმული პრობლემა პრესის თავგასულობის პარპაში დღესაც აქტუალურია. თავისუფალი მედიის უფლებების სპეკულირების პრობლემებზე ამერიკული ლიტერატურის აღიარებული მეტრის მარკ ტვენის კონცეფცია ასეთია. ჩვენი პრესა თავისუფალია, მე რომ მკითხონ ზედმეტად თავისუფალიც. მას შეუძლია გააჩნდეს ყველაზე საშინელი შეხედულებანი, გააშაოს და მიწასთან გაასწოროს მისთვის არასასურველი საზოგადო მოღვაწენი თუ კერძო პირები. საზოგადოებრივი აზრი, რომელმაც გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოაქციოს იგი, პრესამ აქეთ დაიმორჩილა და თავის საძაგელ დონეზე დაიყვანა. არსებობენ კანონები, რომლებიც იცავენ პრესის თავისუფლებას, მაგრამ ისეთი კანონი არ არსებობს მოქალაქეები რომ დაიცვას პრესისგან. რომელიმე თანამედროვე გამოცემამ ეს ტრიქონები ხელმოუწერლად რომ შემოგთავაზოს, იგი საოცრად თანამედროვედ, აქტუალურად გაიჟღერებს. უამრავი კონკრეტული ნიმუში გახმაურებული სკანდალური პუბლიკაცია თუ ტელეგადაცემა გამოდგება ზემოთქმულის დასტურად. თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველთვის იარსებებს ეგრეთ წოდებული ყვითელი მედიაცია და ჟურნალისტური ელიტაც, მაგრამ ღირსეულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი აზრი სწორედ ელიტარული, ზნეობრივი ჟურნალისტიკის მხარესაა. ამერიკაში დიდი ხანია არსებობს ბოლოს და ბოლოს იქ წარმოიშვა, როგორც ცნობილია, ყვითელი პრესა და იგი არათუ ყოველ ნაბიჯზე იყიდება, ხშირად ტრანსპორტსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში უფასოდაც გვხვდება. მაგრამ ამის მიუხედავად, ის კი არ ქმნის საზოგადოებრივ აზრს, მოწინავე საზოგადოებრივ აზრს ყოველ შემთხვევაში, არამედ ვაშინგტონ პოსტი, ნიუ-იორკ ტაიმსი, ნიუსვიკი თავისი ბრწყინვალე, უგანათლებულესი და მაღალნეობრივი ავტორებითა და უზარმაზარი ტირაჟით. მათი უმრავლესობა პულიცერის პრემიის რამდენიმე გზის ლაურეატია, ნიუ-იორკ ტაიმსის ქალამნისი პოლ კრუგმანი კი ნობელის პრემიის ლაურეატი საერთაშორისო ეკონომიკის დარგში. ისინი სწორედ ამაღლებულის, ზნეობრივის, ეთიკურისა და ესთეტიკურის დამკვიდრებას ესწრაფიან საზოგადოების, საკუთარი ქვეყნის, სამყაროს პროგრესულად განვითარებას ემსახურებიან. გავიხსენოთ ჰემინგუეი პუბლიცისტი, რომელიც თავს ძველ მეგაზეთეს უწოდებდა და მისი ცნობილი შეგონება იყავით პოზიტიურნი და არა ნეგატიურნი. ამაოდ არ უქადაგებენ სტუდენტ ჟურნალისტებს მსოფლიოს მოწინავე ჟურნალისტურ სკოლებში, უნივერსიტეტებში ჟურნალისტი კეისრის ცოლივით ეჭ მიუტანილი უნდა იყოსო.
ამაზე აუცილებლად მართებს ფიქრი ჩვენი გაზეთებისა და ჟურნალების, ტელევიზიათა დიდ ნაწილს. ჟურნალისტებს ზოგადად, თორემ ყველანი ვართ იმ ძალზე უსიამოვნო პროცესის მოწმენი, რასაც ჟურნალისტური პროფესიის პრესტიჟის დაცემა, ჟურნალისტის პიროვნების დისკრედიტაცია ქვია. ეს ქართულ მასმედიაში არაპროფესიონალთა მოძალების შედეგიცაა. მათი, ვისაც არც მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორია და თეორია უსწავლია, არც ქართული ჟურნალისტიკის კლასიკოსთა შეგონებანი წაუკითხავთ, არც პრესის თავისუფლების ამერიკულ თუ ინგლისურ გამოცდილებას გასცნობია, არც თანამედროვე ევროპულ ჟურნალისტიკას და მით უმეტეს მარკ ტვენის საოცრად თანამედროვე შეგონებებს არასწორად გაგებული პრესის თავისუფლების თაობაზე, რაც ამერიკელმა კლასიკოსმა პრესის თავგასულობად მონათლა და სამართლიანადაც. მედია მოღვაწეობის არსი უპირველესი ამოცანა ხომ არისტოტელესეული სიმართლის დამკვიდრებაა, სიკეთის სახელით და არა სიყალბე ბოროტების სახელით, რაიც ჩვენი რთული და უძველესი პროფესიის მედლის მეორე ბნელი მხარეა. ჩომსკის კონცეფციით манипулირება ზომბირების მომდევნო მეთოდია სქემა, პრობლემა, რეაქცია, გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში იქმნება მოსახლეობის გარკვეულ რეაქციაზე გათვლილი პრობლემური სიტუაცია, საიმისოდ რომ საზოგადოებამ თავად მოითხოვოს მართველი წრეებისგან სასურველ ღონისძიებათა გატარება. თქვათ, ქალაქებში ძალადობის სპირალის ამოქმედება ან სისხლიანი ტერაქტების ორგანიზება, რათა მოქალაქეები იოლად მიემხრონ კანონების შემოღებას, უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად და სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვის პოლიტიკის გატარებას. ან კიდევ რაიმე ეკონომიკური, ტერორისტული ან ტექნოლოგიური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა, რომ საზოგადოება იძულებული გახდეს თავის გონებაში დაუშვას კრიზისის სალიკვიდაციო საჭირო ზომები, თუნდაც საკუთარი სოციალური უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, როგორც გარდაუვალი უბედურება. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ კრიზისები თავისთავად არ იბადებიან და манипулირების პრობლემაც ცხადია არაა მხოლოდ ამერიკული მოვლენა. პუტინის პოლიტიკად მონათლული დემაგოგია, რუსი მოსახლეობის დაცვის საბაბით შეჭრა უკრაინასა და საქართველოში 2008, 2014, 2022 წლებში, 2022 წლის ზამთარში ყაზახეთში განვითარებული კონფლიქტი და სხვა, ტერაქტებით ხელისუფლებაში მოსული დიქტატორის ხელწერაა სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური პრობლემებიდან საკუთარი მოსახლეობის მზერის გადასანაცვლებლად. ნოამ ჩომსკის თეორიის მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის манипулირების კიდევ ერთი მეთოდია თანმიმდევრულობა, ცვლილებათა ეტაპობრივად დანერგვა, რომლის თანახმადაც ამა თუ იმ არაპოპულარული ზომის მისაღებად ან გასატარებლად საკმარისია მისი თანდათანობით ნელ-ნელა, ოღონდ სისტემატურად, დღითი დღე, წლიდან წლამდე დანერგვა. ერთგვარად შემოპარება საზოგადოების შემეცნებაში, მის ყოფაში. როგორც თავად წერს, სწორედ ასე მოახვიეს გლობალურად თავს საზოგადოებას პრინციპულად ახალი სოციალ-ეკონომიკური პირობები, ნეოლიბერალიზმი 1990-90-იან წლებში. სახელმწიფოს ფუნქციის მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია, უნდობლობა, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი, რომელიც უკვე არასაკმარისია ღირსეული ცხოვრებისათვის. ეს ყველაფერი რომ ერთბაშად მომხდარიყო, საქმე უეჭველად რევოლუციამდე მივიდოდა. თანდათანობით თავს მოხვეული კი ჟამიდან ჟამს მშვიდობიანი აქციებით ან კრიტიკული პუბლიკაციებით იწყება ქმედითობა შესუსტებულ ან ქმედითობა დაკარგულ მედიაში და შედარებით უმტკივნეულოდ მთავრდება, წერს ნოამ ჩომსკი. манипулირების მომდევნო მეთოდი ცვლილებათა გადავადებაა. ამერიკელი მეცნიერის თვალსაზრისით არაპოპულარული გადაწყვეტილებების საზოგადოებაში დანერგვის კიდევ ერთი ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების თვალში იგი სასიცოცხლო აუცილებლობა წარმოაჩინო და მოცემულ მომენტში მიაღწიო მოქალაქეთა თანხმობას მის მომავალში განხორციელებაზე. გაცილებით იოლია შეთანხმების მიღწევა რაღაცის სამომავლოდ, მოგვიანებით გატარებაზე, ვიდრე ახლავე დღესვე.
ჯერ ერთი სწორედ იმიტომ, რომ ეს ახლავე არ ხდება. მეორეც ადამიანები მასობრივად მუდამ გულუბრყვილოდ ფიქრობენ, რომ ხვალ ზეგ ყველაფერი თავისთავად უკეთ იქნება. და იმ სხვებს, რომელსაც დღეს მისგან ითხოვენ სამომავლოდ, როგორმე თავს აარიდებენ მომავალში. ეს დიდ დროს უტოვებს მოქალაქეებს ცვლილებებთან შესაგუებლად და როცა დრო მოვა, მათ მორჩილად მისაღებად. მანიპულირების მომდევნო არანაკლებ მავნე მეთოდია ხალხის ინფანტილიზაცია. მასთან საუბარი როგორც არასრულწლოვან ბავშვებთან. როგორც ჩომსკი წერს, ფართო საზოგადოებაზე გათვლილი პროპაგანდისტული გამოსვლების დიდ უმრავლესობაში გამოიყენება ისეთი დებულებები, პერსონაჟები, სიტყვები და ინტონაცია, თითქოს ესაუბრებოდნენ განვითარება შეფერხებულ სკოლის მოსწავლეებს, ან კიდევ გონებრივად არასრულფასოვან ინდივიდებს. რაც უფრო ცდილობს ესა თუ ის ორატორი მსმენელის შეცდომაში შეყვანას, მით უფრო უხვად იყენებს მეტყველების პრიმიტიულ საშუალებებს. მანიპულირების ნაირ-ნაირ სახეობათა ნიმუშები აშკარადად თვალსაჩინოა ამერიკული ფილმის სტივენ გლასის თაღლითობა, იგივე სტივენ გლასის აფიორა პერსონაჟის შემთხვევაში. ფილმში გამოიკვეთა ამგვარ ჟურნალისტთა პოპულარობის მირაჟულობა და დღემოკლეობა. სამწუხაროდ არც თუ ცოტა ჟურნალისტი იყენებს დღესაც ფაქტებით, ინფორმაციით მანიპულირების ამ პრიმიტიულ მანერას, რაც პროფესიული ხელმრუდობაა და სხვა არაფერი. რა თქმა უნდა, ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ცივილიზებულ დროსა და სახელმწიფოში ჟურნალისტი ცხადია კარგავს არამხოლოდ სამსახურს, არამედ პროფესიასაც ემშვიდობება. ვინაიდან სახელგატეხილი და დობადაკარგული ჟურნალისტი ნონსენსია და იგი არავის სჭირდება. ასე ხდება ამ ფილმშიც. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ბევრად რთულია და არც თუ ყოველთვის სამართლიანი, მოგეხსენებათ. მით უფრო რევოლუციურ, მღვრიერ რთულ პერიოდებში ამა თუ იმ ერის ხალხის ცხოვრებისა, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით სპეკულირების ნიმუშებს უხვად გვთავაზობს რეალობა. ამის გამსჯელი კი ხშირ შემთხვევაში საზოგადოების მცირე ჯგუფების გარდა არავინაა. მანიპულირების პოპულარული მეთოდია აგრეთვე მასის ემოციებზე ფოკუსირება, ემოციებზე ზეწოლა. მედიისა თუ ოპოზიციის, ხელისუფლების ან ცალკეული პოლიტიკოსის ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების ემოციების მართვა. ემოციებზე ზემოქმედება წარმოადგენს ნეიროლინგვისტური პროგრამირების კლასიკურ ხერხს, რომელიც მიმართულია ადამიანთა რაციონალური აზროვნების, ანალიზის, საბოლოო ჯამში მომხდარის კრიტიკული გააზრების უნარის ბლოკირებისაკენ. მეორე მხრივ, ემოციური ფაქტორის გამოყენება ქვეცნობიერისკენ კარის შეღების საშუალებას იძლევა, საიმისოდ რომ იქ დაამკვიდრო აზრების, სურვილები, შიშები, სიფრთხილე, იძულება ან ქცევის მყარი მოდელები. შეგონებები იმის თაობაზე, თუ რა დაუნდობელია ტერორიზმი, რა უსამართლოა ხელისუფლება, როგორ იტანჯებიან მშივრები და დამცირებულები. კადრს მიღმა ტოვებენ მიმდინარე მოვლენების მომხდარის ჭეშმარიტ ანალიზს, მათ მიზეზ შედეგობრივ კვლევას. ასეთი შემთხვევების ანალიზისას დასკვნის სახით პროფესორი ჩომსკი წერს, რომ ემოციები ლოგიკის მტერია. იგი უთუოდ მასების მანიპულირების, მართვის ზომბირების საშუალებად გამოყენებულ ემოციებს გულისხმობს, რაშიც ვერ შევედავებით, თორემ რა ვუყოთ მეორე დიდი მოაზროვნის მათემატიკოს პოიას შეგონებას იმის თაობაზე, რომ ადამიანურ ემოციათა გარეშე არ არსებობს და არც არასოდეს იარსებებს ჭეშმარიტების ადამიანური ძიება. აქ მაყურებელი თუ მსმენელი რომ არ დაიგნეს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მანიპულირების ამ მეექვსე მეთოდის სახელწოდებაზე, სადაც თავრისია ის, რომ აქ ყურადღება გამახვილებულია ემოციებზე ზეწოლის, ემოციების გამძაფრების, ემოციების მანიპულატორის სასურველი მიმართულებით წარმართვის, მსმენელის ზომბირების მცდელობებს, რის მაგალითებიც უხვადაა კაცობრიობის ისტორიაში. ემოციებზე ზეწოლის შედეგი იყო ოდიოზური კადრები ძველი ფილმებიდან, სადაც ეგზალტირებული ბრბო ჰიტლერის სადიდებლად ხელებს შემართული სკანდირებს „ჰაილ, ჰაილ, ჰაილ ჰიტლერ“.
ანალოგიური მასის ემოციებზე ზეწოლის შედეგია ისტორიულად ცნობილი ყველა რევოლუციის ლოზუნგები, როცა გულუბრყვილო ადამიანებს მათთვის გულისამაჩუყებელი იდეებს, მოწოდებებს აუფრიალებდნენ და საერთოდ უნდათ იქეთ მიაპყრობდნენ მათ ყურადღებას. ან ისეთი ლოზუნგები, როგორიც იყო პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით, ან მიწა გლეხებს, ფაბრიკა ქახნები მუშებს და მისთანათა. ისტორიულმა გამოცდილებმა დაადასტურა, რომ მიწა გლეხებს მხოლოდ დასამუშავებლად, ფაბრიკა ქარხნები და მაღაროები კი მუშებს კანცის გამწყვეტი შრომისთვის არ გუნეს კომუნისტებმა მიზერული ანაზღაურებით. მათი შრომისა და ოფლის ნაყოფი კი პარტოკრატიის ფუფუნებას მოხმარდა საბჭოთა იმპერიაში. მართებულად უწოდა ჩვენმა უფროსმა კოლეგამ უნიჭიერისმა თამაზ წივწივაძემ დიად საბჭოებს ლოზუნგების ქვეყანა ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის ბობოქრობის ჟამს და თავისი დიდებული პუბლიცისტური წერილის სათაურადაც გამოიტანა ეს ეპითეტი. ლოზუნგები ლოზუნგებად დარჩა. არც თუ იშვიათად დღესაც თამამად გამოიყენება ვაი პოლიტიკოსთა მიერ საზოგადოების მანიპულირების მიზნით და წარმოიდგინეთ, ზოგჯერ მიზანსაც აღწევს. შემთხვევითი არ ყოფილა ჩვენი დედა უნივერსიტეტის წინ ახლახან გაჟღერებული შეფასება, რომ მოძალადე ყოფილი ხელისუფლება მოძალადე ოპოზიციად გარდაიქმნა. ვისაც 9 აპრილის მიტინგები გვახსოვს, სანთლებით ხელში სამშობლოზე მლოცველი მომიტინგეებითა და მართლაც მშვიდობიანი ბჭობით ქვეყნის მომავალზე არ შეიძლება არ შეძრას ადამიანის სახედაკარგული მართლაც მოძალადეთა ბრბოს ხილვამ და მათმა ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულმა ბრალდებებმა თუ ულტიმატუმებმა. ეს ემოციის ხალხთა მასების აზროვნების მანიპულირებისთვის, დიქტატურისთვის სასურველი მიმართულების წარმართვის გამოყენების ნიმუშებია, რაც ვაი მოღვაწეთა მცდელობების მედლის ბნელ მხარეს წარმოაჩენს კიდევ ერთხელ, მაგრამ ამავდროულად ემოცია არის უმოკლესი გზა ადამიანთა გონებისაკენ მაშინაც, როცა მედიას ხელისუფლებას ან კიდევ ცალკეულ პოლიტიკოს ამოძრავებს კეთილშობილური მიზანი, ჭეშმარიტებას აზიაროს და მიიმხროს მოსახლეობა ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის. როგორც ნებისმიერი ინსტრუმენტის, ემოციის როგორც სიტყვიერი ზემოქმედების საშუალების ავკარგიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ რისთვის და რა მიზნით გამოიყენებს მას და რის დამკვიდრება შეეცდება საზოგადოების აზროვნებაში. თავის მხრივ, საზოგადოებაც სწორედ ამიტომ უნდა იყოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, განათლებული და საზრიანი, რომ იოლად არ წამოეგოს მანიპულატორთა ანკესზე. არავის მისცეს უფლება მართოს მისი ემოციები საკუთარი თუ დამკვეთის ინტერესების შესაბამისად. მანიპულირების მომდევნო მეთოდი მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა. პროფესორ ჩომსკის თვალთახედვით მანიპულირების მნიშვნელოვანი სტრატეგიაა იმის მცდელობა, რომ ადამიანებს არ ქონდეთ მათი მართვისა და დამორჩილებისთვის გამოყენებული მეთოდებისა და ხერხების ცოდნა, მათი გაგების, გააზრების უნარი. განათლების ხარისხი, რომელსაც საზოგადოების დაბალ ფენებს თავაზობენ, იმდენად მწირი უნდა იყოს, რომ მათ ვერასოდეს დაძლიონ განსხვავება მაღალი ფენები განსწავლულობასა და საკუთარ გაუნათლებლობას შორის. ჯერ კიდევ როდის ბრძანა ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა საერთაშორისო ჟურნალისტმა მელორ შტურუამ სხვა ვითარებათა გამო ჰარვარდელი პროფესორების მისი ნარკვევის რეალური პერსონაჟების პირით. დიახ, დღევანდელი ჰარვარდი ნაკლებად მოგვაგონებს აბელარის ეპოქის სორბონას, რომელიც სოფიზმებით იყო გატაცებული. დიდი ხანია არისტოტელეს ლოგიკა ბრძოლის ლოგიკამ შეცვალაო. სამწუხაროდ კოლეგა ასეა. სამწუხაროდ. ეს ჰარვარდის ჰოლში კედელს მიყრნობილი ორი პროფესორი უზიარებდა ხმადაბლა და სევდიანად ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ასე შორს წასვლა არცაა საჭირო. ჩვენმა სახელოვანმა პროფესორმა, თაობათა მოამაგე ლექტორმა და მეტრმა, ბატონმა რევაზ ბალანჩივაძემ ჩვენს ერთ-ერთ მისდამი გადაცემაში დაწვრილებით და გასაგებად პროფესიონალურად აღწერა ქართულ რეალობაში წინა რეჟიმის მიერ განხორციელებული ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმის ანატომია. რაც სხვა არაფერია თუ არა განათლების სისტემის მოშლა და
დეგრადირება, რაც სწორედ ნოამ ჩომსკის მიერ გააზრებულ მანიპულირების მორიგ საშუალების მეტყველი ნიმუშის ჩაანერგვა იყო ქართულ რეალობაში, დღესაც რომ ვიმკით მის უმძიმეს შედეგებს. მანიპულირების მეთოდად განიხილავს ჩომსკი ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ უხარისხო მდარეს ხელშეწყობას, პოპულარიზაციას, როცა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსი და მათ კვალდაკვალ მედიაც ცდილობს დაამკვიდროს აზრი იმის თაობაზე, რომ მოდურია იყო მოურიდებელი, თავხედი, შლუნგი, გაუზრდელი, უხეში, უცენზურო, უხამსი გამოთქმებით, ყვირილითა და გაწევ-გამოწევით ამტკიცო საკუთარი მოსაზრება და არა ლოგიკური, არგუმენტირებული მსჯელობით. სკანდალები, ყვითელი პრესა, უხამსობა, ეკრანიდან ბეჭდურ მედიაში, ურთიერთობებში, მაგია და ჯადოქრობა, ბილდსიტყვაობაზე აგებული მდარე იუმორი და პოპულისტური აქციები, ეს ყოველია მხოლოდ ერთ რამეს უწყობს ხელს. არ დაუშვას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი აზროვნება რეალური სამყაროს ადეკვატურად შესაცნობად. ეს ხერხი წინას მსგავსია, ვინაიდან თანამედროვე სამყაროში ნებისმიერ სოციალურ სფეროში ვლინდება უამრავი მდარე, უხარისხო რამ, დაწყებული მეცნიერებით, ხელოვნებითა და პოლიტიკით, ცხადია მედიაშიც, რომლის თავგამოდებული პროპაგანდისტები შეუპორვად ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ მდარე და უსახური, ყვითელი ინფორმაცია უკეთ იყიდება. და რეიტინგისთვის მებრძოლმა ჩვენმა ჟურნალისტებმა ამის გამო სწორედ მდარე და უსახური პროდუქცია უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. ყველაზე დიდი ცინიზმი აქვს სწორედ ისაა, რომ ამას საზოგადოების დაკვეთად ასაღებენ. ჩემთა გასაოცრად და სამწუხაროდ ჩემივე რესპონდენტი მიმტკიცებდა ამას წინანდელ გადაცემაში, რომ ეს კლასიკაა ჭყალებში ცხადია. ვერ გავიმეტე მისი თავმოყარეობა, მეკითხა, სად რომელ მედია კლასიკოსთან ამოიკითხა ეს სიბრძნე ჭყალებში. ილიასთან, ნიკო ნიკოლაძესთან, არჩილ ჯორჯაძესთან, სერგეი მესხთან, თუ ჯოზეფ პულიცერთან, ერნესტ ჰემინგუეისთან, ან იქნებ მარკ ტვენის პრესის თავგასულობაში წერია რაიმე მსგავსი. გითხრათ სიმართლე, ცემა გმართებს გამზრდელისაც დამემართა, ვინაიდან ეს რესპონდენტი ჩემი ყოფილი სტუდენტი იყო, ვისთვისაც ცხადია მსგავსი არაფერი გვისწავლებია უნივერსიტეტში. მანიპულირების ეს ხერხი კი უეჭველია მას აქსიომად დაახვედრეს, აქსიომა ცხადია ბრჭყალებში, პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში, სადაც რეიტინგს გამოდევნებული თანამედროვე მედია ბოსები კატეგორიულად მოითხოვენ ახალ ბედებისგან პირველ ყოვლისა იმ ყველაფრის არაპრაგმატული სასწრაფო დავიწყებას, რაც უნივერსიტეტში ისწავლეს და სენსაციის, სკანდალის, მდარესა და უგემოვნო შეთავაზებას მედია მომხმარებლისთვის, რომელთა დიდმა ნაწილმა კარგა ხანია ზურგი აქცია თანამედროვე დეგრადირებულ გამოცემებსა თუ ტელეგადაცემებს. დიდწილად ბუდიშს ვიხდი ღირსეულ წარმომადგენლებზე ჩვენი მედიისა, რომელიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ არიან უხვად. სადღაც ველურ ტომებში შესაძლოა კიდეც მუშაობდეს ამგვარი მეთოდები თუ მანიპულირების ხერხები, მაგრამ ქართული საზოგადოების ბრბოთ ქცევა ნამდვილად შეუძლებელია. ასეთი პრიმიტიული მეთოდებითა და რაც უფრო მალე გაიაზრებენ ამას ჩვენში თვითმარქვია მედია ვარსკვლავები, მით უკეთესი ქართული ჟურნალისტიკისთვის, თორემ მათზე გულაცრუებული საზოგადოება უკვე ღირებულსაც აღარ უსმენს, აღარ უყურებს, აღარ კითხულობს. დობის დაკარგვაა იოლი ჟურნალისტიკასა და ცხოვრებაშიც, თორემ მისი აღდგენა ძალიან რთულია. ანალოგიურად, დანაშაულის განცდის, დამნაშავის კომპლექსის კულტივირება მანიპულირების კიდევ ერთი მეთოდია. აიძულო ადამიანი ყველა უბედურების, ხელმოწარვის, წარუმატებლობის მიზეზები ეძებონ საკუთარ თავში, დაარწმუნა მათი გონებრივი შესაძლებლობების ნაკლოვანებებში, უნიჭობასა და არასაკმარის მონდომებაში, სიზარმაცეში. მანიპულირების ამ მეთოდს შედეგად ის მოყვება, რომ იმის ნაცვლად დაუპირისპირდნენ უვარგის პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურ შეხედულებებს, ძალადობას, ბულინგს, აგრესიას, ადამიანი პიროვნება თვით განადგურებას იწყებს, ყველაფერში საკუთარ თავს იდანაშაულებს, იძრგუნება და სრულ უმოქმედობამდე
აპათიამდე მიდის. მანიპულირების ამ მეთოდზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის ჭაბუა ამირეჯიბი თავის დიდებულ რომანში დათა თუთაშხია არქიფოსეთურის მართველობის მეთოდთა შთამბეჭდავი ჩვენებით. საზოგადოებაში ფრთიან გამოთქმადაც კი დამკვიდრდა კარგახანია ეს ფრაზა ეს რა გიქნათ და რას დაგამსგავსად თქვეუბედურებო ბოდიშს ვეხდი მამა ძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა. ქართველი ადამიანის თავმოყარეობა ბუნებრივი შინაგანი ინტელექტი ეურჩება მონობის ყოველგვარ გამოვლინებას, თავს განაცვალებს მეგობრობის, სულიერი ნათესაობის, ქრისტეს მიერი სიყვარულის სახელით, მაგრამ აბუჩად აგდებას, გასულელებას, უპატივცემულობას არავის პატიობს. აი ასეთ საზოგადოებას უპირებს მედიის ზოგიერთი უწიგნური წარმომადგენელი მანიპულირების იმავე მეთოდებით შეცდომაში შეყვანას, თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა ზოგიერთის მტკიცებით თურმე ჟურნალისტს უკვე წიგნიერებაც აღარაფერში სჭირდება. ეს წინა საუკუნეში ჩარჩენილი ჩემი თაობის ახირება ყოფილა. უფალს მადლობა ჩვენი დიდებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და რაც უმთავრესია ქვეყნის იმედიანი მომავლის ახალგაზრდობის უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. და ბოლოს ჩომსკი განიხილავს მანიპულირების მეთოდს, როცა ადამიანის ბუნების საუცხოო ცოდნა საზოგადოების წევრთა ზედმიწევნით შესწავლა მისი მანიპულირების საშუალებად გამოიყენება. პროფესორი ჩომსკი წერს ბოლო ნახევარი საუკუნეა მეცნიერების განვითარებამ მიგვიყვანა მზარდი უფსკრულის წარმოქმნამდე რიგითი ადამიანების ცოდნასა და იმ მონაცემთა შორის, რასაც ფლობენ და იყენებენ გაბატონებული კლასები. ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით სისტემამ თავის განკარგულებაში მოიპოვა უახლესი თანამედროვე ცოდნა ადამიანების შესახებ, როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის დარგში. სისტემამ შეძლო გაეგო რიგითი ადამიანების თაობაზე იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე თავად იციან საკუთარ თავზე. ეს კი ნიშნავს, რომ სისტემა გაცილებით მეტ ძალაუფლებას ფლობს და მართავს ადამიანებს. ამ მეთოდთა გამოყენების დოზები და მასშტაბები რეალობაში იმაზეა დიდწილად დამოკიდებული, თუ რამდენად ზნეობრივი, ეროვნული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში და რამდენად ეთიკური, მორალურად ჯანსაღი მედია, რომელიც გუშაგი ნაგაზის ერთგულებით უნდა იცავდეს საზოგადოებას ხელისუფლების სამიშტოს შესაძლო გადაცდომათაგან და რამდენად გრძნობს იგი პასუხისგებლობას, საკუთარ პასუხისგებლობას მედია აუდიტორიის წინაშე. მეორეს მხრივ, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრით მძლავრი ბერკეტია მეოთხე ხელისუფლების მიერ პროფესიული ღირსების შენარჩუნებისა, ოღონდ ამ ყოველივე სათავე საწყისი სკოლებშია. განათლების სისტემის სიჯანსაღესა და სრულფასოვნებაში და როგორც ჩანს, ეს პრობლემაც არაა მხოლოდ ქართული, რაკი ამერიკელი მეცნიერის სადარდებელიც გამხდარა. აქ მრავალ წერტილს დავსვამდით, ეს სხვა უმძიმესი და არანაკლებ ტკივნეული პრობლემაა დღევანდელ სამყაროში. ამგვარად, პროფესორი ნოამ ჩომსკი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების 10 ძირითად ხერხს გვთავაზობს და განიხილავს. ყურადღების გადანაცვლება, სქემა, პრობლემა, რეაქცია, გადაწყვეტილება, ცვლილებათა ეტაპობრივად დანერგვა, ცვლილებათა გადავადება, ხალხის ინფანტილიზაცია, ემოციებზე ფოკუსირება, საზოგადოების ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევა, უხარისხობის მდარეს წახალისება და პოპულარიზაცია, დამნაშავის კომპლექსის კულტივირება და საზოგადოების წევრთა ზედმიწევნით შესწავლა მათი მანიპულირების მიზნით. ქართულ-ამერიკული პარალელების ნიმუშების შეჯერებით შევეცადეთ გაგვიანალიზებინა ნოამ ჩომსკის მიერ ჩამოყალიბებული თითოეული მეთოდი. შედეგად ვასკვნით, რომ როგორც ღირსეული პოლიტიკური მოღვაწეობის, ასევე ჭეშმარიტი მეოთხე ხელისუფლების საქმიანობის უმთავრესი კოორდინატები ეთიკურ და ესთეტიკურ, ზნეობრივ ფასეულობათა ღერძზე უნდა გადიოდეს. ამერიკელი პროფესორის განხილული სტატია კიდევ ერთი შეხსენება გაფრთხილებაა სიტყვით დარწმუნების ხელოვნების ამჟამინდელ მსახურთა ჩვენი თანამედროვე ჟურნალისტებისათვის.
ძვირფასო კოლეგებო, მუდამ გვახსოვდეს სიტყვის ძალა, მისი მნიშვნელობა, ზემოქმედების მასშტაბები, ის, რასაც მათ ესახარება, გვასწავლის. სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო. თუ მეოთხე ხელისუფლება დარჩენა გსურს, უეჭველად უნდა განმართლდეთ სიტყვათაგან ჩვენთაგან. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ეს ხომ პროფესიული თამოყვარეობის, ღირსების საკითხია, რასაც სულითა და გულით გისურვებ და ვუსურვებ საკუთარ თავს. მე კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.